Sigaret gaz. ისიც რა. გისმენ. ძალიან მეუხერხულება ხა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ის გოგო მართლა ძალიან მოუწევს. ვინ გოგო? კატო. და მაინტერესებს, თქვენ შორის რამე ხდება ისევ თუ მაშინ უბრალოდ სიმთვრალის პონტი იყო. ბიჭო, მაგრა დავთქვენ. მე მგონია რომ ამ გოგოს მაინც უყვარო არა. ანუ ერთად ხართ? ერთად ვართ, ეხლა რას ნიშნავს, მე ცოლ შეურიგდი. კატოს კი არა, მაკას. და ხვაზე ხარ ეხლა. როგორ მინდა ამ კატომ რომ თავის ცხოვრებას დაალაგოს, გამოაწესრიგოს, რაღაცა გააკეთოს. არა, ჩვენ მოვაწესრიგეთ მაგის ცხოვრებას მაშინ. უბრალოდ შენ აღარ შეაწუხო რა. მიგრძალა. ხო რა, ეგრე გამოდის. შენ კატოს ახლობელი ვარ ხო, მე ხა ცოტა სხვანაირად დაგელაპარაკებოდი. რანაირად დამელაპარაკებოდი? აბა ვინ კითხავ შენ, მე, ჩემს ყოფილ ცოლთან რას ვიზავ? ხო, ნუ ჯერჯერობით არავინ არ მეკითხება და მაგის გარკვევას ვთილობ ზუსტად ეხლა. შენ უფრო მეტი უფლება გაქვს შენს ყოფილ ცოლზე თუ მე ხანგრძლივ პერსპექტივაში. მოკლედ კონკრეტული პასუხები მაინტერესებს რა. რომ ვიცოდე სამომავლოდ როგორ მოვიქცე. ახლა ის ახმელიაზე ვარ ორივე ცოლს გავსვლიდი ერთ სახინგლეზე. ბიჭო, ხარ დაგველია. არა, რა თქმა უნდა. მოკლედ, კატო ცხოვრებაში აღარ უნდა გამოჩნდე რა. რომ მე და კატომ რაღაცნაირად ურთიერთობა ავაწყო. გეხვეწები რა. აზარი არ არის. ჯეცეგორ მიყვარს ეგოგო. მაინც აი ჩემი და როგორც ჩემი და მიხედე რა. აი, აბა შენიც. კარგად იყო. მიდი გეიცო. აი.